აბორტისთვის ჯანდაცვის წოდება იგივეა, რაც გაუპატიურებას სიყვარულით დაკავება უწოდო. ან მონობას სამუშაო ადგილების შექმნა. დააკვირდით, როგორ გამოიყურება დადაღული სინდისი და შემდეგ მინდა ძალიან სწრაფად გაჩვენოთ, როგორ აკეთებს ამას სატანი. თქვენ აბორტის პოლიტიკის დამცველი ხართ. აბორტის რომელი ტიპია თქვენი საყვარელი? მე ვარ იმის დამცველი, რომ პაციენტებს ჰქონდეთ წვდომა რეპროდუქციულ ჯანდაცვის სრულ სპექტრზე. პაუზა. ახლა ძალიან სწრაფად მინდა რამდენიმე რამ გაჩვენა. შეამჩნიეთ, რომ ის ამბობს, მე ამას აბორტს არ უწოდებ, მე ამას რეპროდუქციულ ჯანდაცვას ვეძახი. აი როგორ უქმნის სატანა ადამიანს დადაღულ სინდისს. ბიბლია ამბობს, რომ სატანა სიცლუის მამაა. მისი ტყუილის ერთ-ერთი გზა არის ის, რომ ბოროდებას კეთილად ფუთავს, ხოლო სიკეთეს ბოროდებად. ამას მუდმივად დაინახავთ. ვინც აკონტროლებს ტერმინებს, ის იგებს დებატებს. ჰეი, მე არ მინდა ამას აბორტი უწოდო. ნამდვილად არ მინდა ამას მკვლელობა დავარქვა. მოდით ბოროტება კარგ ტერმინში შევფუთოთ. ჩვენ მას რეპროდუქციულ ჯანდაცვას ვიძახით. გაქვთ აბორტის რაიმე სასურველი მეთოდი, რომელიც მოგწონთ? არ მაქვს. მოემზადე. ნება მიბოძეთ წაგიკითხოთ რამდენიმე სხვადასხვა მეთოდი. პირველ ტიპს ვაკუუმ აბორტი ეწოდება. საშვილოსნოს ხელი ფართოვდება და ძლიერი შემწოვი ძალა, რომელიც საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტზე 29 ჯერ ძლიერია, ბავშვის სხეულს ნაწილებად გლეჭს და მილის მეშვეობით კონტეინერში ისრუტავს. გირჩევნიათ ეს მეთოდი? შეხედეთ მის სახეს. მე ვრჩები ჩემი წინაჩვენების ერთგული. განარგძეთ მისი სახისყურება, თვალს ვერ უსწორებს. საკმაოდ საშინლად ჟღერს. ეთანხმებით? ამის მოსმენა რთული იქნება, რასაც ის აკეთებს, გენიალური. ის ნიღაბს ხდეს იმას, რაც სიცრუის მამამ კეთილ ტერმინში შეფუთა და გაიძულებთ თვალი გაუსწოროთ იმის მორალურ რეალობას, რაც სინამდვილეში ხდება. ერთ-ერთს დილატაცია და კიურეტაჟი ეწოდება. საშვილოსნოს ყელის გაფართოების შემდეგ საშვილოსნოში შეჰყვავთ ბასრი მარყუჯისებირი დანა. ბავშვის სხეულს ნაჭრებად ჭრიან და ხშირად ვაკუუმის მეშვეობით იღებენ. გირჩევნიათ ეს მეთოდი? რაზეც მჯერა, რომ დღეს აქ სასაუბროდ შევიკრიბე. ეს არის დადაღული სინდისი. განარგძეთ ყურება. მე ვარ რეპროდუქციულ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის დამცველი. ვინც აკონტროლებს ტერმინებს, ის იგებს დებატებს. თქვენ არ გსურთ უშუალოდ აბორტზე საუბარი. რატომ? მე მირჩევნია ვისაუბრო იმ მიზეზზე, რის გამოც კომიტეტმა მოიწვია მოსმენა. რადგან ის ყველაფერს აკეთებს თავისი ძალების ფარგლებში, რათა დარწმუნდეს, რომ რეალობა იმისა, რაც ხდება, არ იყოს გაჟღერებული. რატომ? იმიტომ, რომ სიცრუის მამა სწორედ ამას აკეთებს. მოდით დავმალოთ ბოროტება და შევფუთოთ გასუფთავებულ კარგ ტერმინში. რეპროდუქციული ჯანდაცვა. გააგრძელეთ. დილატაცია და ევაკუაცია. საშვილოსნოში შეჰყვავთ პინცეტი, იჭერენ და ატრიალებენ ბავშვის სხეულს მისი დასანაცნევრებლად. თუ თავი ძალიან დიდია, მისი ამოღების მიზნით უნდა დაიმსხვრეს. გირჩევნიათ ეს მეთოდი? მე მირჩევნია ვისაუბრო მოსმენის მოწვევის მიზეზსა და ჩემი ექსპერტული ჩვენების საფუძველზე. განარგძეთ მისი სახისყურება. ამის მოსმენა უსიამოვნოა არა? რა სიტყვით ამ მეთოდზე? როდესაც დედის მუცლის გავლით სანაყოფე წყლებში 20%-იანი მარილხსნარი შეჰყავთ. ბავშვს კანი ეწვება. იგი ყლაპავს ამ ხსნარს და კვდება მარილით მოწამვრის, გაუწყლოებისა და ტვინში სისხლჩაქსების გამო. ამ მეთოდს ანიჭებთ უპირატესობას. მე ვრჩები ჩემი წინაჩვენების ერთგული. თქვენს ადგილას არც მე ვისურვებდი ამაზე საუბარს, რადგან ეს ბარბაროსობა და ბოროტება. ეს არის დადაღული სინდისი. და მხოლოდ ერთ რამეს ვიტ, იგავნი 8-26. ყველას, ვისაც ძულვა, სიკვდილი უყვარს. საქართველოში აბორტი 12 კვირამდე ლეგალურია. კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მუხლი 129. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეცვალეთ კანონი და აკრძალეთ აბორტი.